გამარჯობა, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სამ ადამიანზე, მე და ბატონი თორნიკე, სამ ჩვენს მეგობარზე, რომლებიც დღეს ცოცხლები არ არიან, მაგრამ გიგანტური კვალი დატოვეს არა მხოლოდ ჩვენს ცხოვრებაში, ჩემო თორნიკე, არამედ საქართველოს მოდი თქვათ ისტორიაშიც, იმიტომ რომ ისინი უკვე ისტორიის ნაწილი არიან და ის რაც მათ გააკეთეს არის მართლაც ზოგიერთს რამდენიმე სიცოცხლე ან რამოდენიმე ადამიანისთვის განკუთვნილი შეიძლება იყოს ის აღმოჩენები, ის სიკეთეები, რაც მათ საქართველოსთვის გააკეთეს. ეს არის სოსო ბანძელაძე, არქიტექტორი, გურამ გაბიძაშვილი, ისტორიკოსი და ცოტნე ჯავახიშვილი, მოლეკულური ბიოლოგი. სამივე მათგანზე მე მაქვს გაკეთებული ვიდეო და ბმულებს მე ქვემოთ დავტოვებ. სოსოზე და გურამზე მე ცალკე როდესაც ხვალმზე მქონდა საუბარი, იმიტომ რომ ისინი გარდა იმისა, რომ ახლო ნათესავები იყვნენ, სისხლის ნათესავები, გარდა ამისა ისინი იყვნენ აი ამ მისტიური მთის შესწავლის როგორც პიონერები არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გამოცოცხლებლები და აი ამ ლეგენდების და ამ ყველაფრის თავიდან ამომწევები, რომელიც დღემდე გრძელდება ეს ყველაფერი. სამწუხაროდ გურამის სიკვდილიდან უკვე 15 წელია გასული, საოცრება აი გუშინდელივით მახსოვს ეს ძალიან უცნაური დღე. აწელს გავიხსენოთ, რომ მისი მეუღლეც გარდაიცვალა, მარინა, საოცარი პიროვნება და სოსოს გარდაცვალებიდან მე მგონი 5-6 წელია გასული, მეტი არა, რამდენადაც მახსოვს. და ცოტნე, რომელიც სულ აგერ გუშინ მოხდა ფაქტიურად ის რაც ცოტნეზე რასაც ვერ ვამბობ, რომ გარდაეცვალა ცოტნე. ხო, იცი რა, მეც აი რაღაცნაირად ესე იგი მოგზაურობა. მეჭედება რა, ხო, აი მეჭედება, რომ თქვა გახსნილად, ხო. და ვაშო, რა მინდა იცი თქვა? მაშინ გურამზეც იგივე მქონდა, მე სანამ ხო. ხო, არა, იმიტომ რომ გურამი ვიცი ხა. მულოდნელი იყო თანაც. იცი რა მინდა თქვა? სამივე ისეთი ადამიანია, ხა ჩვენ შენც და მეც პირადი მეგობრობა გვაკავშირებოდა, მაგრამ სამივე ისეთია, იმდენი მეგობარი და იმდენი ნაცნობი და იმდენი კეთილსურვილია გარშემო, რომ მე გადავეყარე ამას რამდენიმეჯერ, არის რაღაცა ეჭვიანობის გზნობა ხოლმე რა. და შეიძლება ეხაც გაუჩნდეთ, რომ აი ვიღაცებს, რომ ეს განცდა, რომ აი ასო და თორნიკე რატო ლაპარაკობენ, იცით რა, მოდი ესე შევხედოთ, ყველას თავთავისი სოსო ყავს, ყველას თავთავისი გურამი ყავს და ყველას თავისი ცოტნე ყავს და ეს არ არის შეჯიბრი. ჩვენსაც ვამბობთ, სულ რო ერთი დღით ყავდეს ნანახი და რაღაცა ესეთი დიდი რაღაცა დამიტოვოს, ამას ვამბობ და არავითარი პრეტენზია არც მე და დარწმუნებული ვარ, დუასოსაც არ აქვს. ეს მესაკუთრული მომენტი აქ არ არის რა და იმიტომ კიდევ ერთი რამე მინდა თქვა, რომ ეხლა რატო ეს სამი და რატო არა, ეხლა ყველა ადამიანს ყველას აბსოლუტურად ყავს თავისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითები, ადამიანები, რომლებიც დაკარგეს. მე მყავთ, მე ჩამილია, ჩამოთვლა რა, რამდენიმე რომელიც აი როგორ გითხრა, დაანგრია თქო ჩემი ცხოვრება არა, გავაგრძელე ცხოვრება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს. ხო, ირაკლი გელდიაშვილი და დევით ახლიშვილი, 6 კაცი ყველა, მაგრამ ესენი განსაკუთრებით ჩემურა ჭიჭინაძე, ზაზა ებრალიძე, მამუკა ჯორჯი, ესე არის გენდა უგულავა, თემურ უგულავა, რა ვიცი, ხა ბევრია, მაგრამ აი დღეს რაღაცნაირად ხა იმ დღეს რომ შევხვიანდით, ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე ჩვენებზე და ყველაფერ ამაზე. თქვით რომ აი სოსო გურამი და ცოტნე რაღაცა ბუნებრივად მოხდა ამისი და ეთყობა აზრი აქ ამ სამეულს, რადგან ესე გაგვიჩნდა და იმიტომ ვილაპარაკოთ. მე უბრალოდ ხა ცოტა მინდა აგიხსნათ ის ემოციური წყარო და განწყობა რატო ვლაპარაკობთ ამაზე და ლაპარაკობთ კიდე ერთი რამის გამო მე მგონი. ვასო რომ
მე გამიჭირდება ახლა თქვა ახლა პროფესიონალურად მაგალითად არქიტექტორმა და რესტავრატორმა რას მიაღწია სოსომ თავის პროფესიონალურად ვიცი რომ ძალიან მაგარია და ძალიან ბევრი გააკეთა უბრალოდ მინდა ობივაწელის ყურიდან ხო იმაზე გურამზე ნუ ასევე ცოტნეზე შენ გაცილებით უკეთეთ იმიტომ რომ რაღაცა გაგებით კოლეგები ხართ და ბიოლოგიაზე მაგრამ გარდა ამისა აი სამივე ასხივებდა უბრალოდ იცი რა საკეთებდა იმ გარემოს ქმნიდა საქართველოს ქმნიდა აი არ მოვერიძები ამ სიტყვას შეიძლება პათეტურად მოეჩვენოს ვიღაცას მაგრამ ეს სამივე იყო ადამიანი რომელიც ქმნიდა თავის გარშემო ძალიან ეკოსისტემას დავარქმევდი მე ეთნოსობილდა რაღაცა სუფთა სამყაროს რა კი აი ეს ეკოსისტემა ქონდა ყველას ამ სამივე ადამიანს რომელშიც სიკეთის აი არიან ხო ადამიანები რომლებიც აი მეც არაფერს არ აკეთებენ სიკეთის და მაგრამ პარალელურად ესეთი ადამიანები ყოველთვის არიან თვითონაც სულიერად კეთილები და პლუს გულუბრყვილოები ძალიან იმიტომ რომ გულუბრყვილო ცუდი გაგებით კი არა იმ გაგებით რომ მიმდობები აი მაგალითად იგივე გურამით სოსოც ცოტნეც იყო ძალიან მიმდობები იყვნენ იმიტომ რომ ისეთივე წარმოედგინათ მათ ირგული ყველაფერი ბაშო მაგას მე როგორ თვითონ ინტერპრეტაციას ვიცოდი შემნათქვას რომ ვიღაცას გულუბრყვილო და მიმდობი შეიძლება რაღაცა ოდნა უარყოფითი კონოტაციით მოეჩვენოს აი სულელები ხო მე მგონი იმდენად დიდები იყვნენ და იმდენად უშიშრები და კომპლექსები რომ არ ეშინოდათ არც აი სხვისი ნაკლების არ ეშინოდათ რა გადახარშავდნენ ამასაც რა იცი რა მოდი მე შერეკილებს დავარქმევდი უფრო კარგი გაგებით შერეკილებს რო თქვა იგივე გურამა როდესაც დაიწყო ხვამლზე ნუ ხვამლი ახლა მისი ფაქტიურად მისი დაბადების მთა იყო ხო ის ცხოვრობდა ხვამლის ძირში ჯერ შეგვაყვარა ყველას დერჩი და სანამ არ წაგვიყვანა ყველა და აი ეს ტვინი არ გაგვიბურღა და დილა არ მართლა რომ გავიღვიძეთ და ნაუნტრალებზე რა თქმა უნდა ახლა საღამოს რო ჩახვალ რა უნდა გააკეთო დერჩი რომ გაიღვიძებ და გამოხვიდოდი აი გურამის აივანზე და აი ამ საოცრებას ხედავდი ხო ეს თავზე გადგა რაღაცა წარმოუდგენელი სილამაზის მთა ნუ სოსოსი და გურამის იყო ეს მთა ხო ფაქტიურად ასე ჩავდოთ ორივე დერჩიდან იყო და ასევე იყო ასეთივე შერეკილი იყო ცოტნე იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ ხო და რის თქმა მინდა რომ ამ დერჩის შეგვაყვარა ხო ძალიან ვისაც და ხვამი ასეთივე იყო ცოტნე მაგალითად ნუ ადამიანი რომელიც საოცარ და ყველაზე ალბათ წამყვან ბიოლოგიურ დარგში რომელიც მედიცინასთან აი ყველაფერთან არის გადაჯაჭვული ეს მოლეკულური ბიოლოგია საოცრება და წარმოუდგენელი რამ არის და პარალელურად იყო თვითმფრინავების მოყვარული და აი ნუ მართლა ეხლა საქართველოსთან დაწყებული შემდეგ გადაიტანა ეს ყველაფერი იცი რა როგორ გითხრა კარგი გაგებით ავანტიურისტი, იმიტომ რომ ახლა ნუ ჩემი და ცოტნეს ურთიერთობა ბავშვობიდან ვიცნობ, მაგრამ ესეთი თასველობა მაშინ რა იყო? მაშინ განსაკუთრებით ეს იყო შერეკილობა იყო, ხო? თავისუფლების კონტროლი. ხო, ნუ შერეკილები ხო, თავისუფლები, ყველაზე თავისუფლები არიან იმ ფილმში, ხო? გაფრინდებიან ბოლოს და ბოლოს, ხო? ნუ ყველაში მიჯაჭვულია რაღაცა. თანაც როგორი ის ქონდა, მე საერთოდ შორსა ვარ, ხო, ავიაციაზე. მე მახსოვს მაგასთან კალიფორნიაში აი სამივეს განსაკუთრებით აი ეს არის ეთყობა ერთიანობა იმიტომ გაგვახსენდა სამერთად ცოტნეს ისეთი ისქონდა რომ საერთოდ რომ ახლოს არ ახარ იმ თემასთან უცბად დაიწყებ და მე ჩაგითრევდა იმასავით რა როგორც ავიც ეს მორევი და არანაირი საშუალება არ ყოდა არც გინდოდა წინააღმდეგობა გაგეწია პირიქით სიამოვნებით მიყვებოდი ამას ყველაფერს თუმცა შეიძლება ბევრი რამე ვერ გაგეგო ვერა ხო ვერა ეს არის ეკოსისტემა რომელსაც კიდე ერთი ეხლა იცი რა რაღაც არეულად მაგრამ მე დავაგდება ამას ცალ-ცალკე გავიხსენებთ რაღაც მომენტებს ჩვენ და ცოტნესთან კონდა კიდე აი ჩემი პიროვნული ისენი როგორი ურთიერთობა იცი ნუ რუსთაველი და შოთა რუსთაველი და ვეფხისტყაოსანი რო მე არ ვიცი უკეთესად ცოდნე და ვაჯაბშავე და ვაჟაც გურამიშვილი და ვაჟაზე ასე თუ ისე თუ მიყვებოდი და ესე თქვა რაღაცა საუბარი გამოგვდიოდა
ეხლა რუსთაველი ვეფხისტყაოსთან ისევე ვიცი როგორც ალბათ ბევრმა ქართველმა და იქ როგორი ურთიერთობა ქონდა ეცი ვეფხისტყაოსაზე გახსოვს დოჩანაშვილის კაცი რომელსაც უყვარდა ლიტერატურა და მოსალოცები რო არიან და ეცი აი ხარ ერთი მომენტი თუ გახსოვს როდესაც ეუბნება რომ გაბრაზდება და ჩემი უპირატესობა არ მინდოდა მეჩვენებინა თქვენთვის მოსალოცებისთვის და ამიტომ პოეზიაზე არ ვლაპარაკობდი და რომ დაიწყებს იქ ლექსების აი ესე იყო ხოლმე ცოტნე რუსთაველი და მე და აი პირდაპირ ეს დაგებული ეს რაოდფეროვნება ეს უზარმაზარი ახლა რა გამახსენდა იცი ჩვენ გქონდა ხოლმე ნუ რა დასამალე ხა ახალგაზრდები ვიყავით და რომ ვიკრიბებოდით არ იყო რა ეხლა ეს სიტუაცია როგორც დღეს არის უამრავი გასართობი ჩვენ იყო კარგი სახლის ღვინო, კარგი საჭმელი და ასე შემდეგ და გურამთან არ არსებობდა თქვათ 60-ში გას რო დავლევით გადმოიღებდა ხოლმე ვეფხისტყაოსთან საკაც აი კავშირს ვამბობ და მოდიო რა აი ესე პირველივე გადაშლაზე რაც შეხვდება პირველივე წავიკითხოთ და იმის მიხედვით ვიმოქმედოთ და მართლაც ესე იგი არასდროს არ მომხდა რა და ეს ძალიან ხშირად ხდებოდა გადაშლი და პირველივე დაადებდა თიც და აი ეს სტროფი ის მთლიანად ისისა იყო რაღაცნაირად ისე ჯდებოდა იმ ჩვენ სიტუაციაში აი იმ მომენტში რომ რაღაც სამოქმედო გეგმასავით გვიჩენდა ხოლმე ხო ეს უბრალოდ დავაკავშირე შენ ახსენე სიტყვა ეკოსისტემა ჩვენ ეს ცოტა უტილიტარული დამოკიდებულება ხო აი შენ რო თქვი ეკოსისტემა აი ეხლა ჩვენ რა ვშვებით დავჯექით ორი ადამიანი და ვიხსენდოლობ აი თითქოს ცოცხლები არის, თითქოს ცოცხლებზე ლაპარაკობ და აი სიამოვნებით ურთიერთობთ ამაზე, იმიტომ რომ ეს ხალხი, აი შენ გადაშალე, ხო? აი თითქოს აქ არიან სადღაც და აი მართლა გულწრფელად ვამბობ ამას ყოველგვარი მისტიურობის გარეშე. ისეთი თან სევდა არის და თან აი ამერიკელებმა ეციან ხოლმე, როდესაც არის ეს გაცილება celebrating his life. ესე აკეთებენ ხოლმე იმას რა გამოსათხოვარს რომ მოდი შესასწაულის ვიზე იმოც მისი ცხოვრება და აი ესე არის სამივე ცხოვრება ზეიმი რა ჩვენ ხო აი გურამს კიდე ხო ნუ ახლა გადავხტებით ალბათ აქეთ ხოლმე ხო აი გურამის ისტორიები თვითონ მისი მოყოლა ჯერ ისტორიები, რაღაც საოცარი ისტორიები ქონდა და მოყოლის სტილი ქონდა ისეთი, რომელსაც ნუ აი დღეს სტენდაპერებს და იმათ ეძახიან, ხო, ძალიან პოპულარული რო არიან, აი გურამი იქნებოდა ფანტასტიკური სტენდაპერი, იმიტომ რომ ნუ ძალიან ხშირად სუფრა გვეშლებოდა, იმიტომ რომ ვეყარეთ მაგიდის ქვეშ ისეთ რაღაცებს ყვებოდა და ისეთი ჩვენი წინასწარი საუბრის დროს პირველი რა ვთქვით, უცბად გავუცნით გურამის სიცილი აი ხო რა ხსენდება ამის გადავიხარხარო რა ისეთი გადამდები და კიდე კი ეპოპეა იყო მისი და საოცარი პიროვნება ბატონი ოთარ გაბიძაშვილი მამა გურამის ნუ იცნობდი ალბათ ბატონი ოთარი იყო ჩემი დეკანი იყო ხო ჩემი პატრონი მთელი უნივერსიტეტის და აი ოთარის და ყველა სტუდენტისთვის რა ნუ ესე თქვათ რომ გურამს ტყუპი ძმები ყავდა უпроსორად ერთ-ერთი გია გარდაიცვალა ნუ დათო გია ხო და იმის თქმა მინდა რომ აი ძალიან ესეთი ურთიერთობა ჰქონდა მამასთან ეს უпроსი იყო ძმებში და ნუ იქ სიტუაციები იყო ესე იგი როგორ უტოვებდნენ ერთმანეთს გურამი რომ მოდიოდა ოთარს ეძინა ოთარი რომ მიდიოდა გურამს ეძინა და მაცივარზე ერთმანეთს უტოვებდნენ წერილებს ანუ ეს იყო ეპისტოლარული ჟანრის შედევრები არ ვიცი ეს წერილები სად არის იმიტომ რომ ეს ამას კითხულობ მე როცა კარგად ბლომა დაგროვდებოდა გვიკითხავდა ხოლმე გურამი და ნუ აი ვიწექით უბრალოდ იმიტომ რომ ეს იყო აი მართლა სერიოზულად ორი ძალიან ნიჭიერი ადამიანის მიმოწერა აი ახლა დღეს რო რაღაცები ქვეყნდება ხო ის თუ გასოს ვასო ბატონო თავს დაემართა იმ ფაქტი და ნუ გადარჩა მაშინ და წევს და გურამი რომ მივიდა სანახავად და უთხრა რომ შვილო იციო რა ისო კაცმა შექმნაო ღმერთმა შექმნა კაციო და მიცა გულიო და მერეო შექმნა ქალიო
და მისცა ვენაო იმ კაცის გულის გასახეთ კაცს. ნუ არა დაუსრულებლად შეიძლება ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ეხლა სოსოზე მინდა გადავერთო, მე როგორ გავიცანი სოსო, მინდა მოგიყო. აი გულსენებია ჩვენ საუბრებში ხშირად ვცნობთ ხოლმე ესეთი უჯარმა და ეს აღდგენის ძეგლების აღდგენის სტუდენტური მოძრაობა რომელიც აქედან წამოვიდა და უამრავი მეგობარი და უამრავი რაღაცა შექმნა ეპოქა ამ სიტუაციამ და სოსო იყო მაშინ ჩვენზე უფროსი და რა ვიცი რამდენით უფროსი იყო ახლა მაშინით ვლებოდა რომ უფროსია რა ხო მე მგონი 2 წლით იყო სოსო ჩვენ ხო რაღაც ესე მაგრამ იმდენად ის იყო რაღაცა ჩამოყალიბებული თვითონაც რომ ნუ აი რაღაცა შეხურებდი იმასავე და სოსო იყო პროფესიონალი უკვე არქიტექტორ რესტავრატორი და ლამაზი საყდარი მაშინ ლამაზი საყდარი ეხა რა გითხრათ რა ნუ ეს ახალგაზრდა კაცი მაშინ ახლა ჩვენი გადმოსახედიდან რა არის როგორ პატრონობდა ამას როგორ პატრონობდა ადამიანებს და როგორ პატრონობდა გარემოს თვითონ ძეგლს ბუნებას ყველაფერს და ის ესე ბუნებრივად მთელი ისევ სუეს ეკოსისტემა შენი ნახსენები ტერმინი ნახსენები იცი როგორი რამე იყო აი ჩვენ ვამბობთ თუ ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის პატრონებიო ხო და მემამულე კი არა ხარ და კი არ გეკუთვნის და აქციონერი კი არა ხარ და ბანკირი პატრონი ქვეყნის აი სოსო როგორც იყო ისეთი მე პატრონე ხო მაგას ყველაფერი არაფერს გაფუჭება არ შეიძლება მასთან თანდასწრებით ეს ისე ბუნებრივად არის რომ რაღაცა კი არ საყვედურობს კი არ გჯის მაგრამ აი ესე არის ეს ყველაფერი ხო სოსოს რო უყურებ ვეღარ გააფუჭებს ხო საერთოდ ეხა სოსო როგორ ამზოვამდობდით ენაწყლიანი და ცოტნეც შვენიერი მოსაუბრე სოსო იყო ძალიან სიტყვა ძვირი მაგრამ მისი სიჩუმე ძალიან მნიშვნელოვანი სიჩუმე ქონდა რა და მე თანხმე ალბათ შენც გძენი ესე რომ ერთი გაღიმება აი ხანდახან ამბობენ ხოლმე რომ ჟანგაბენი არის ესეთი მსახიობი რომელიც აი ძალიან ესეთი მაგრამ მეტყველია ყველაფერი აი სოს ყველაფერს გიყვებოდა ყველაფერს ამბობდა უთქმელად რა და კიდე ერთი რამე მახსოვს რომ როგორ გაგიჟებული იყვნენ ჩვენი თაობის გოგოები სუყველა რა და ჩურჩულით აუს სოს ლაპარაკობდნენ რომ ეს რაღაცა ის იყო რა აი მართლა ეს მიუხედავად ამისა ესე ღირსეულად ატყარა მთელი თავისი ცხოვრება ბოლო წუთამდე რა ხო აი ჩრდილოეთ კავკასიელზე აქსაკალებს რო ეძახიან ხო რაღაც აი ეგეთი ტიპი იყო ხო რაღაც მიუხედავად იმისა რომ ხო მე სოსო მოგვიანებით გავიცანი ეს იყო ეროვნული მოძრაობის დასაწყისი სადღაც 98 წელი უბრალოდ აქტიური მოძრაობის დასაწყისი ეს ილია ჭავჭავაძის საზოგადოება ზურა ჭავჭავაძის ახლო მეგობარი და ხო ნუ აი გამგეობის წევრი იყო იმის ჭავჭავაძის საზოგადოების და მაშინ გურამ გამაცნო ნუ ესე თქვა რომ ბიძაშვილები იყვნენ გურამი და სოსო პანძელაძე და აი მაშინ ყველაზე ახლოს ვიყავი მასთან როგორც გურამის ყველაზე ახლობელ ადამიანთან მაგრამ ყველაზე მეტ პატივს ვცემდი რაღაცნაირად იმიტომ რომ მართლა აი შენთვის არ იყოს რაღაც შინაგანი მომენტი ქონდა არ იყო ჩვენზე ძალიან უფროსი ეხლა როდესაც შენ თქვა 28 წლის ხარ და ადამიანი 32 წლის არის თქვათ უკვე მაგ პერიოდში აღარ არის განსხვავება ხარ როდესაც შენ 15 წლის ხარ და ადამიანი 22 წლის არის მაშინ შეიძლება იყოს რაღაც განსხვავება ხა მანდ უკვე ნიველირება ხდება ხო მაგრამ აი სოსოს ქონდა აი ეს მომენტი რომ მასთან ყოფნა იყო საოცარი სიამოვნება და პარალელურად იყო აი ეს რაღაცა უხილავი პატივისცემა მის და მე ანუ ვერ ახლა გურამზე არ შეყირებოდი თქვა სოსოს ხელს ვერ აწევდი ხო თუ მიუხედავად იმისა რომ კარგი იუმორი ქონდა თვითონაც საოცარი ძალიან ისე რა ქვია შენ სამივე როგორი ადამიანი იყო იცი რომ აი მართლა გიხარო და მართლა აი ყველანაირ მას რა ქვია კონცერტის ბილეთს ფეხბურთის ბილეთს აი დვალდახუჭული დავხევდი ოღონდ მათთან გამეტარებინა ცოტა ხანი ეს ბუნებრივად ეხლა სოსოს კიდე რა მომენტი ქონდა იცი სოსოზე და გურამზე უნდა თქვა ესეთი რამე სოსო და აი პაციფისტებიო რო ამბობენ მაგალითად ხო კარგი გაგებით ის კი არა პაციფისტები ხარ როგორც ლიბერალებზე ამბობენ რაღაცა აბაო მიგინდადეს ესეთი
შვიდობიანი და შვიდობის მოყვარე ადამიანები, აი მართლა მშვიდობიანი და კარგად ქვეყნის საწყობაზე სიყვარულისთვის და მშვიდობისთვის ძნელი საქმეა, მაგრამ როგორც კი დაჭირდა შენ კარგად იცილოს, როგორც კი დაჭირდა ქვეყანას, ამ ორმა უაღრესად მშვიდობის მოყვარე ადამიანმა ულაპარაკოთ აიღეს იარაღი ხელში და დაგმენ იქ სადაც ეჭირდა. ეს არის ის მოვალეობის გზნობა, აქ არ არის ლაპარაკი და რაღაცა იმას. აი ესე იყო საჭირო, კითხვაც არ იყო და სოსოზე რატო გამახსენდა, იცი? აფხაზეთის სიტუაცია გამახსენდა. ომია და რაღაცა იერარქია არსებობს, ხო? ნუ ომის იერარქია. იქ ასაკობით უფრო მცუცოსობა არ არის. მე ბარა რაღაცა რაზმის უფროსი ვარ და ამდენად, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელი ვარ იმ მომენტში. სოსო იყო რიგითი ჯარისკაცი. და რამხელა ბუნების ადამიანი იყო, რომ არასოდეს არ მოგცეულა ისე, როგორც არ შეესფერება რიგი ჯარისკაცს, ესე იგი, არასოდეს ყოველთვის დისციპლინირებული, ყოველთვის თავდადებული, მაგრამ აი ხა რანგირებას რომ ხო, მე ვარ რაღაცა ხელმძღვანელი და სოსო ვარ. სოსოსთან ერთად იქ ხანდახან რაღაც სიმკაცრე უნდა გამოიყენო, ხა სოსოსთან ერთად როგორი ძნობა მქონდა, იცი რომ ეს არის გენერალი რა. აბსოლუტურად ბუნებრივად ისე კი არა, თანაც აი რავი ძალიან ისე ვიცი არა სხვა აი ძალიან ისე გამდის თვითონ აბსოლუტურად არ უგზნობენებია რომ ამ ბრძანებას არ დაემორჩილება რაღაცა პირიქით მაგრამ უზარმაზარი ავტორიტეტია და სწორედ რაღაც იცი რას გიშვება ესეთი ადამიანები რომ შენ გაიძულებს რომ აი თუ შეგიძლია რაღაცის გაკეთება 100 და 120% უნდა გააკეთო და არანაკლებით აი ეს არ ვიცი ეს არის ეს ეკოსისტემა რომელიც აი ძალიან გვაკლია ეხლა ოსურა ძალიან გვაკლია შენ და რაღაც მე სულ ფიქრობ ხოლმე თორნიკე რაზე იცი ამ ომმა ვინც შეიწირა იქ ადგილობრივად შეიწირა და მე მგონია ეს ბიჭები თქვათ იგივე პაატა მილორავა ჩვენი ტაპირა რაღაცენი აი ესენი ხო აი ეს ხალხი ისე ადრე წავიდა მე მგონი მაინც აი ამ ყველაფერ ამ პეტერსებს რო ეძახიან რა ვიცი იმიტომ რომ ძალიან ხშირად იყო ხო დარდი ის იცი რა ნუ ეს პოსტტრავმატული ამბები მე მგონი ემართება ხალხს რომელიც აგებსო ნუ წავაგეთ ეხა ფაქტია ხო გამოგვაგდეს დაგვაგდეს და ეხა ხო მეტი რაღა უნდა ეკნათ ხო მე მგონი აი წაგებულს უფრო აქვს მე არ ვიცი ალბათ ვიდრე ვთქვათ მოგებულს რა ვიცი ეხა იქაც თავისი უბედურებები ხდება რა თქმა უნდა იმას როცა უყურებ შენ ადამიანის ფსიქიკა კი არის ვითომ ღვიმიდან დაწყებული რაც ხო ავიღეთ და ჯოხი ხელში იმის მერე ერთმანეთს კლავთ მაგრამ მაინც ეთყობა არ არის ადამიანის ფსიქიკა მზად იმისთვის რომ აი ესეთი რაღაცები ისაკნას და რაღაც აი თქვა იგივე გურამის წასვლა იგივე ტაპირას წასვლა იგივე შედარებით ახალგაზრდა ხა 50 წლის 15 წლით გადავაჭარბე მე მაგალითად გურამს ხო 15 წლით მეტი მიცოცხლე ერთი წლისები ვართ ერთი ხნისები ვართ და აი ეს რა არის 50 წელი ადამიანისთვის რომელიც იყო მუდმივ მოძრაობაში და მუდმივ ძიებაში და მუდმივ რაღაც ინტერესებში ხო ეს არც არაფერი აი ცოტაზე მინდა გითხრა სწორედ რომ იცი რა აი მეცნიერებაში იგივე გენეტიკაში იგივე მიკრობიოლოგიაში ხა შენ თუ ჩათვლი საჭირო შენ უფრო იტყვი რა მასშტაბს დაანახებ ჩვენ მას მაყურებელს და სვენელს მაგრამ იყო მომენტი როდესაც მე ვიცი ზუსტად ვერ ვიკადრებ რომ რაღაცა ოდნავ მაინც შევალამაზო ან ერთის ან მეორის მესამეს რა აი უბრალოდ არ გამოვა ესა როდესაც იყო ეს ცვლილებები საქართველოში მაშინ ზურაჟვანია ცოცხალი იყო და თორნესთან ქონდა ესეთი ლაპარაკი რომ მაშინ გასოს იყო ლაპარაკი რომ დაბრუნდით ეძებდნენ ავტორიტეტიან ადამიანებს რაღაცა და ცოტნეს შესთავაზეს უნივერსიტეტის რექტორობა სულად სერიოზულად იყო ეს საუბარი და მე მახსოვს ცოტნეს რეაქცია რომ იცი რომ ახლა ბევრი რო არ მოყვე როგორი რამე უთხრა იცი რომ ვერ ხედავო ჩემ თავს რექტორად ნუ ის ჟვანია პოლიტიკური რაღაცა თვალსაზრისით ამბობდა რომ უნდა რომ დაეწმუნებინა და ცოტა თქვა რომ ვერ ხედავო ჩემ თავს ამ ფუნქციაში და შენ თუ ხედავო მითხარიო რატო და თუ მარტო გვარის გამო
მეუნები რომ რექტორი ვიყო იცოდე რომ არაო რა ხო და აი რამხელა პასუხისგებლობა ვიღაცა მაგალითად წაეპოტინებოდა ამ იმას რა ქვია შესაძლებლობას და უნდა იტყოდა რომ აბა რა გავაკეთებ და ივანე ჯავახიშვილის და ივანე სული დაბრუნდა და რა ამან სხვათა შორის აი მისი მაგალითი არის რომ როგორი პატივისცემა აქვს იგივე ივანესადმი იგივე საქართველოსადმი იმგვე საქმისადმი და ეხა ბოლოს იყო ერთი ინტერვიუ ძალიან მენიშნა რომ ეგ ჟურნალისტი ეუბნება რომ თქვენ ივანე ჯავახიშვილი არო ეგო არ ახსენე ეგო ამოჭერიო საერთოდ ეგო ამოჭერიო და თუ გინდა თქვი რომ თინანოს მამა ვარო ამაზეო თანახმო ხო არა ყველაფერს არ ახასიათებს ახლა ეს აბსოლუტურად და მე ძალიან დიდხანს არ ვიცოდი მაგალითად ეგ ამბავი რომ პირდაპირ შთამომავალი იყო ივანეს ეხა ასეთი ადამიანები თინზე ჩამოსათვლელი ყავს ხო ქართველებს ივანეს მერი ადამიანები ხო და აი მე შეიძლება ითქვა ძალიან გვიან გავიგე ამის შესახებ და არაზროს არ უყვარდა ამის ისა იმიტომ რომ ნუ მე ვარო და ის ხა ბაბუაჩი არანაირი დამსახურება რომ იმის შვილი ვარ არ არის ნუ გენები ეგრე დაალაგდა დედაჩემის მამაჩემის ამისი და თუ გამოვედი მე და როგორ მაძლევდა ხოლმე სისტემოს და იმას უყვარდა ხოლმე არ შეხვდეთ თორნიკე ცოტნე უცნაძიტყოდა და აი რა სახელია და უკვე გრუბლებში იყავი ასული ავარდილი და ხო და დანის არაჩვეულებრივი ამოფენიდანაც ხოდი თორნიკე ცოტნე თან შაკირი თან ირონია თან ირონია ხო აი ამივესთვის დამახასიათებელი ეს თვითირონია და პლუს იუმორი საოცარი ну სოцо ყველაზე ნაკლებად იმიტომ რომ სოцо მქონდა ერთი მომენტი რომ თუ იტყოდა ძალიან მაგარს იტყოდა ხო და გურამი იყო კლასიკური აი უნიჭიერესი მოდი დავარქვათ ყველაფერს დავისახელი იუმორით მომხოლი ნებისმიერი ამბის ნებისმიერი ომიდან დაწყებული ძოლის მოყვანი დამთავრებული ყველაფერს ისე მოყვებოდა რომ გორავდი და ცოტნეს ჰქონდა ძალიან ესეთი როგორ არის ქართულად არის ეს ტონკი იუმორ ის თვითონ ახოწილი ესეთი შეუმჩნეველი აი ძალიან კვეთრი არა რა ესე რომ შემოგაპარებდა და ძალიან ისეთი იყო რა მასო ცოტეს მამა დათო ჯავახიშვილი ზიადათო ჩემთვის არაჩვეულებრივი ადამიანი რა ეს კიდე ცალკე შეიძლება დათო ჯავახიშვილს ლაპარაკი მაგის ციგნი ესე სამი მუშკეტერი მაგ ერთი არ ვიცი მე რამდენად წაკითხული და დათო ჯავახიშვილის როცა ყვება სევა ელიავაზე რა ხო ის პატარა ციგნი და ცოტნე წერდა არაჩვეულებრივად წერდა ცოტნე ეს შეიძლება ბევრმა არ იცის და მე შინოდა კიდეც რა ეს ციგნი რო გამოვეცი აფროქართველის რაღაც ესეთი იყო და ცოტნე რა სიტყვის და დასტური რომ მომცა ასე ვთქვა დასტური ცოტნე ესე იგი ნუ ისეთი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეთყობა ამან გააკეთა ესპირაცია რომ გამომიგზავნა თავის მოთხრობა ვასო აი ჩემთვის ტრაგედიაა რომ ეს მოთხრობა ვეღარ ვიპოვე ჩემი კომპიუტერიდან დაირეკა და მე ვეხვეწე მუხლებში ჩაუვარდი რომ გამომიგზავნე თქო და ხარა მოიმიზეზა და ხარა მოიმიზეზა და დამეთანხმა და გადადო და ვერ მივიღე და თუ კიდე ვინმეს აქვს და არსებობს ეს იყო რაღაცა ფანტასტიკური რა და აი რა ვიცი აი როგორც მარკეს როგორც ფოლკნერს რავი როგორც იმას კითხულობ აი ესეთი დონის ჩემზე ეს შტაბიტება დატოვა და მთელი ფაბულა თავისი ცხოვრება რაღაცები აგებული რაზე იყო იცი რომ ალბათ შენთანაც საუბარში ვთქვია რომ ეს გენეტიკური ცვლილება არის ერთი პატარა რაღაც მომენტი და არის ეს პატარა ესენი არსებები მაგალითად კუ ან რაღაც ესეთები რომლებიც ჯარად უცბად ერთ მხარეს მირბიან და ამ დროს აღმოჩნდება ხოლმე ერთი ვიღაც ერთი რომელიც ეს ყველა გითმების და ეს აქეთ მოდის რა და ეს არის რა ეს არის მთავარი და ეს არის პროგრესის სინამდვილეში და ამაზე იყო აწყობილი და ну არ ვიცი რა ესე იგი ის როგორ მენანება ეს დამეკარგა მე არ ვიცი ეს იგი ვერაფრით ვერ მოვინელე და აი ესეც მომენტი რა არაც წოდეს თავის უფლება არ მიუწია ეს გამოექვეყნებინა
არასოდეს არ თავზე არ მოუხვევია არავისთვის, რომ ესეთი რამე შეუძლია. ეს ის აი რაღაცა ისეთი ცოტა საყვედურო კიდეც რა, მე მგონი დანაშაულია, არ შეიძლება ეგეთი რაღაცების დამალვა რა. არ შეიძლება, ხო და ისიც დანაშაული იყო, რომ აქამდე ცოტნეს ეხა ბოლო წელიწად ნახევარია, რაც თქვათ ინტერვიუების და იმის აღებები დაიწყო ხალხმა, ხო? იქ ოფიციალურმა ტელევიზიებმა და ასე შემდეგ. აი ახლა აღმოაჩინეს ადამიანი, რომელიც გახსნილი იყო აბსოლუტურად. მე ხა თვითონ როდესაც ჩემი არხი უკვე რაღაცა გავიდა რაღაც იმაზე. სხვათა შორის უნიკალური რამეა რა, მადლობა უნდა გითხრათ, რომ ეს რო არსებობს ეს ჩანაწერი. რა შეიძლება არ ვიცი. არ მე საბედნიეროდ კიდე ბევრმა ჩაწერა. ხო, აი ბოლო ფაქტიურად წელს. იცი რა, მე მოვისაკლისებ რას, იცი? აი რატო შენ რო თქვი რომ არ იყო, გახსნილიყო. არ იყო თვითონ არც პრეტენზიული, არც არაფერი თქვა, არ გაგზნობინებდა, მაგრამ ცოტნესთან ლაპარაკს რაღაცა დონე ჭირდება რა. იმიტომ კი არა ის მოითხოვს. ის ნებისმიერთან ურთიერთობდა უკანასკნელ ბოგანოსთან სრულიად თანასწორად, მაგრამ აი ესეთ მართლა საუბარს რაღაცა გარკვეული შინაგანი მე არ ვიტყოდი ცოდნაან განათლება, მაგრამ შინაგანი სწორი ვექტორი ჭირდებოდა რა ცოდნესთან კარგ ლაპარაკს. ხო, აი რაღაცა როგორც ჩანს თვითონაც უჩნდებოდა ეს მოთხოვნილება და არ უნდოდა ხო მომწერდა ხოლმე რომ აქ 1-5 წუთი ვილაპარაკოთ რა 5 წუთი მაგივრად 1 საათი გამოგდიოდა, მაგრამ ყველაფერზე საუბრობდით, რა თქმა უნდა მისთვის ძალიან ხარ. სპეციალურად ზენ მისი მწერლობის ის ვნახე და აი ხა Facebook-ზე ამას წინათ გადამეყარა. ძალიან პატარა, არ ვიცი, შეიძლება ერთი გვერდიც არ არის, გურამ ჩოულიშვილის დაბადების დღის აღსანიშნავი რაღაცა დაწერა გურამს. აი როგორი დაწერილია. აი ნახავ ჩაგიგდებ და ნახე. სპეციალურად გურამ ჩოულიშვილის მიცინა ნათესავია. წინამარი ერთ-ერთი რა, ბიძა თეკოთურის. ზუსტად შემეშლება რაღაცა და როგორ არის უცბად დანახული აი ერთ პატარა რაღაცა იმაში რამდენიმე აბზაცში გურამ ჩეულიშვილი რა. ხო, აი მე რა ვიცი, მინდა ახლა იმ ადამიანებთან. ხო, ის თქვა მინდა კიდე მეორე ინტერვიუ უკვე, როდესაც მოეწონა ეს პირველი რომ გავიდა და კარგი გამოხმაურება ჰქონდა და ძალიან ბევრი ნახვა ჰქონდა, მიუხედავად თავისი სირთულისა ამ თემის. მე მომწერო რომ ფანტასტიკური გოგო არისო საქართველოში თავისი და იმასთან მე ვთხარი ხა მე იმ გოგოს არ ვიცნობ და შენც რო იყო მეთქი და რაღაცა და ერთად ჩავწერეთ მე სამივე მართლა საოცარი გოგონა გვანცა ბრაჭველი ლუგარის ლაბორატორიაში მუშაობს და არის აი პარლამენტი აქვს თავში საოცარი მისა ხო მისი ძმაც ვაჭველი ძალიან ესეთი აქტიური ხო იმიტომ გვარი უცბად იმას კრა ხო საბა ხო ესეთი ორივე ძალიან აი როგორც სიტყვიან ესენი კვეთრი პიროვნებები არიან კარგად რო ჩანან და აი ეს კარგი საუბარი გამოგვივიდა ის ინტერვიუს დევს კრისპერის შესახებ რომელიც აი დღეს არის ალბათ ნომერ პირველი ну მედიცინისთვისაც და ბიოტექნოლოგიებისთვის და ზოგადად ანუ ჩვენ შეგვიძლია ფაქტიურად ღმერთის ფუნქცია ავიღოთ ჩვენს თავზე იმით რომ შევცვალოთ ცოცხალი ორგანიზმები ისე როგორც ჩვენ გვინდა დაზიანებული გამოვასწოროთ თქვათ ნაკლებ ნაყოფიერი გავაკეთოთ და ასე მწვანე ლურჯად ვაქციოთ და ასე შემდეგ ხო ამაში რა თქმა უნდა ძალიან დიდი საფრთხეებიც არის ისევე როგორც ცოტა მეშინია ხოლმე ეგეთი რაღაცა ხო ნუ მე ისევე როგორც მე მაგალითად ხელოვნური ინტელექტის რაღაცეების მეშინია იმიტომ რომ ბევრი არ არის ადამიანი მზად ჩვენ ისე მე სულ ამას ვიმეორებ რომ ჩვენ ჯერ კიდევ აი 21 საუკუნეში როცა გონი აი ყველაფერს მივაღწიეთ ხო აი რაც აუცილებლად ვაკეთებთ იქ უნიტაზი სიცხლის და შარდის ანალიზს ვიკეთებს და იქ რაღაც საოცრებები ხდება რასაც ადრე ვერ წარმოვიდგენდით ეხლა მე რო კომპიუტერი ვიყიდე 20 მეგაბაიტი ქონდა დისკი და ეხლა 20 მეგაბაიტიანი ფაილი მე მგონი რა ვიცი საერთოდ არ არსებობს ხო და ძალიან სწრაფად განვითარდა მაგრამ ისევ ის გამოქვაბულის ხალხი ვართ ჩვენ ხო ფაქტიურად ისევ იგივე მენტალიტეტი გვაქვს, რომ გვერდზე გამოქვაბული უნდა დავიპყროთ, იქიდან ქალები წამოვიყვანოთ, ხორცი შეუჭამოთ და ბოლო-ბოლო იქ დავრჩეთ და ისინი გავყაროთ. აი ეს როცა ჩრდილოეთ კორეა არსებობს, როცა რუსეთი არსებობს, როცა ესეთი ქვეყნები არსებობს და აი ესეთი ტემპით ვითარდება
ბიოლოგია, კიბერნეტიკა, თუმცა კიბერნეტიკა ძალიან ისეთი რამეა რა, განსვლა უზარმაზარი ის არის უბსკული და კიდე რა მინდა თქვენ შენ ეს ტექნოლოგიური და ტექნიკური და მეცნიერების პროგრესი და ის ახსენე, მაგრამ აი ახლა სამივე ვიზეთ ჩვენ ლაპარაკობთ. აი ეს ყველაფერი სასიკეთო წავა თუ კი აი ესეთ ადამიანებს სწორი დაფასება და სწორად აღქმა იქნება საზოგადოებისგან და საქართველოს რა ვიცი აი ლიტერატურაც, ისტორიაც, სულ არის რაღაცა იმაზე ორიენტირებული, ხო? მაგალითებზე და რა გვემართება დღეს, აი სოსო, გურამი და ცოტნე. აი ყველაფრის მიუხედავად, აი ჩვენი სიყვარულის, ჩვენ გარშემო ხალხის სიყვარულის მიუხედავად, მე მგონი ნებისმიერი ქვეყანაში ესენი უნდა იყვნენ გაცილებით უფრო, აი როგორ არ მინდა ხოლმე ამ სიტყვას, დაფასებულები კი არა, ამაზე უნდა იყოს სწორება რა. ასეთებზე ხო ასეთი ბევრია არ არის ცოტა საზოგადოება უნდა ჩვენ ახლა მხოლოდ სამზე ვლაპარაკობთ ვინც ჩვენ ეს არ არის რა ეს უნდა აღიქვამდეს ამას რაღაცნაირად რა და პირიქით ამათ არ უნდა გქონდეთ საბრძოლელი კი რაღაც აი ძალით არ უნდა იყოს და ჩვენთან თითქოს წინააღმდეგობაში მოდის თორემ რაზეა ლაპარაკი როცა ანწუხელიძის გმირობა დგება ბეჭქვეშ და რაღაცა ისე აი რამე გთქვა ხა შეიძლება უარგლავდა მამაკაცი გარდაიცვალა რა და წავიდა Facebook-ში ისევ რა აი ეს ამას ვერ ვძლევთ რაღაცა მამამისი გაიხსენეს საყვედურებით ისა ხო და ხალხო ფიქრობ ხალხო რა გემართებათ რა შუაში და მე გამახსენდა რატო გამახსენდა აი სიმღერა რა რომელიც მამუკამ დაწერა მაგრამ დაჰკარი ყველა მიზანში მოსახვედრია თავისუფლება სიმღერა რომელიც მე აი რამდენჯერაც არ უნდა მოვისმინო თავისუფლება ლომთახვედრია მოგურის ხო რატო გამახსენდა იცი ესე იგი როცა ეს მამუკამ დაწერა მე პირველად მომასვენა გურამ სადღაც ვიყავი აღარ მახსოვს და არ წახვიდე რაღაც არ მახსოვს ტელეფონი იყო თუ არ მაგრამ მოვარდა მანქანით და წამოდიო რაღაცა მე ვთხარი რა გინდა რა რაღაცა წამოდი წახვეცი როგორ და უარსო ოკეი წაგათრებდა ვარიანტი არის ხო ჩამსვა მანქანაში და ჩააგდო ეს და ეს მომასმინდა ნახიო საქართველოს გიმნი არისო რა ეს მისდა მე აი ეს არის გურამის გაწყობაც ეს არის სოსოს გაწყობაც ესე იგი არა აქვს მნიშვნელობა ოდნავ პატარა გაკეთებულის დაფასება უნდა ვიცოდეთ რა ეს სიმღერა არის მაგალითად ეს სიმღერა არის პასუხი ყველანაირ ხოცურ ნარატივზე და პროპაგანდაზე დღეს აი როგორ ეს სიმღერა უნდა უმღერო და მეტი არაფერი რა აბა უმიგინდა ამიტომ თითქმის აღარა ვარ რა Facebook-ში იმიტომ რომ აი საოცრება ხდება უცებ ვიღაცა რაღაცა გვარები წამოვიდა ვიღაცა პირიდან მეუბნება ხოლმე რომლებიც TikTok-ებიდან შემოდიან მე შიგნით იქ და ამაზე მიდით ქვეყანა თავზე გვაქვს აქცეული რეალურად ეხლა ვისაც უნდა გაიგოს ვისაც არ უნდა გაიგოს მე მყავს აქ ცოტა სხვა ყველანაირი ხალხი მყავს ხო ეხლა 62000 ადამიანში ყველანაირი ადამიანები არსებობენ და ხშირად ვაკრიტიკებენ ხოლმე პოლიტიკას ნოეხები შენი საქმე არ არისო ჩემი საქმე ბოდიში მოიხადეთ რა ოღონდ არ შემეხოს პოლიტიკა და იმდენი საინტერესო რაღაცებს ყველაფერი მიგდებული მაქვს ვასო იმიტომ რომ ეხლა იცი რა აი როდესაც ამ სამ ადამიანმა აი ამბობენ ხოლმე რაღაცა სიცოცხლე არსებობს კიდე გრძელდება ან ვიღაცა ჯერა ვიღაცა რელიგიური სხვათა შორის ცოტა იყო აბსოლუტურად რაც შაყირი და ის იყო ხო მაგრამ მიუხედავად ამისა სწორედ ცოტნემ თავისი არსებობით იცი რა ახლა შეიძლება სხვადასხვანაირად გაიგოს ყველაფერი აი ეს მუდმივობა და სამყაროს არსებობა აქაც იქაც სადღაც აი ეს მაგალითად ხშირად რომ ხოლმე რომ ეხლა ჩვენ რო ჩამოთვალოთ ვას უკვე იმ ხრის მოვიყარეთ რომ ძალიან ფეხითა გვაქვს ვერც დითხე მაგრამ უფრო მეტი კარგი ადამიანები იქ გველოდებიან მოდი ესე ვთქვა და გაცილებით უფრო მეხმარებიან ხშირად ამასაც გულწრფელად ვამბობ გაცილებით უფრო ზუგს უკან გზნობ მაგათ დგომას ვიდრე ბევრი ცოცხლისა ეს მისდა აი ხა თუნდაც პოლიტიკაში ნოერევი მე მადლობა ღმერთს რომ მე უბრალოდ შემიძლია ჩამოთვალო დაწყებული ამ სამიდან და კიდე ბევრი რომელიც ნამდვილად
ვიცი რომ აი პოზიციას იზიარებენ რომელ პოზიციაზეც მე ვარ. აქ არ არის პოლიტიკაზე ლაპარაკი, აქ არის უკვე მორალზეა ლაპარაკი და უკვე მორალზეა. როცა ძალიან ბევრი რამ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, მე უკვე ძალიან რა ვიცი, რაც არ უნდა აბსტრაგირება გავაკეთოთ მე და შენ. ნუ იმ ქვეყანაში არ ცხოვრობთ, მაგრამ ჩვენი ახლობლები, ჩვენი შვილები იქ ცხოვრობენ, ჩვენი შვილები. არა, ვერ ვაკეთებთ, ვერ გავაკეთებთ, ხო, მე უბრალოდ Facebook აქტივობა შევწყვიტე, იმიტომ რომ მე ზოგადი სურათია იქ, ისეთი, რომელიც აღარც გურამს მახსენებს, აღარც ოცას მახსენებს, აღარც ცოტნეს, არაფერ ერთმანეთი შაბა, მე ვიღაცა გაიჩიტება და მოდი შევსიტყვის, მაგრამ სწორედ რომ გაიჩიტება და იმაზე მიდის ბჭობა რომ იმას რატო აქვს ტუჩი ასეთი გაბერილი და ის ფეხსაცმელი რატო აქვს ასეთი და ისა ხო და შენ მიხსენე ამას წინათ ლაპარაკში და აი ესე იგი ესენი რო არის ახლა როგორიათ რომ საქმე და იდეებით კი არ გაკეთეს აი მაგალითად როგორც მორალური საყლენით როგორც სოსოს კონდა როგორც სოფნას კონდა როგორც არამედ რაღაცა პოლიტექნოლოგიები დავაჯერო რებრენდინგი გავაკეთო ესე მოვაჩვენო ტუჩი გავიბერო არა ძმა შინაგანი უნდა იყოს თავარი და ხო მაგრამ და აი იცი რა ალბათ მე ისეთ ბებრული მომენტი მაქვს რომ აი ახალგაზრდები ისეთები არ არიან აი ჩვენ დროს რა კაი ტიპები არაფერი კაი ტიპები არ ვიყავით ჩვეულებრივი არა მე მგონი გაცილებით კარგი ახალგაზრდები არიან ვიდრე ჩვენ დროს ვიყავით აუცილებლად ვინც ეხა მე ვისაც ვიცნობ ჩემი შვილიშვილების და ვინა ჩემი შვილების თაობიდან ძალიან ბევრი არის ძალიან კარგი ჩვენს დროს ეხა ბიგინდარები ჩვენს დროს რო იყო იმდენი უნდა მაგრამ იყო ასევე და ის ბირთვი რა ვიცი ერთმანეთს ვეძებდით კიდეც და პოულობდით ხო ვინც ისაც რაღაც ქვეყანა გვიყვარდა და ის დრო იყო როდესაც თქვათ ქვეყნის სიყვარული მაინც და მაინც მოწონ თავრობიდან და სხვადასხვა ორგანოებიდან მოწონებადი არ იყო და პირიქით და მე ისიც ვისმინდა დამატება კი არა მე შენთან მაქვს ახლა ცოტნეს და შენი ურთიერთობა მთასთან იმიტომ რომ აი ცოტნე რომ მთასვლელი იყო ნუ ეხა ესეთი თქვათ თავგადაკლული და ევერესტები არ დაუყრია მაგრამ ყოველ შემთხვევაში სერიოზულად ვიცი რომ სერიოზულად დადიოდა მთაში ხო თუ აი შენ მოხდა ცოტნე რომ არ არის თქვათ რეინჰოლდ მესნერი მე იმას ვაბრალებ რომ ადამიანს სხვა ინტერესები ჰქონდა რა ეს მოილია ასე ვთქვათ ეს გააკეთა ძალიან უყვარდა სხვა ანუ ქონდა ამის პოტენციალი იცი რა მე მგონი ბევრს აქვს უბრალოდ ეხლა იცი როგორი რამე არსებობენ ადამიანები რომლებიც იმდენად ნიჭიერები არიან და იმდენად იციან თავისი თავი და შეუძლიათ რომ სწორედ შეუძლიათ დალაგება და ჩვენში შენში ჩემში ყველაში არის რაღაცა ისეთი პოტენციალი რომელიც სრული შესაძლებელი და ცოტნე ძალიან ნიჭიერი კაცი ყველანაირად ნიჭიერი ფიზიკურადაც სულიერადაც და ყველანაირად და ჩვენ კარგი მარშრუტები გვაქვს ერთად გაკეთებული სხვათა შორის ირაკლი გორგიაშვილმა წაგვიყვანა და მარტო გაგვიშვა შაგიშხა არის ესეთი კლდოვანი ძალიან პატარა მთა არის მაგრამ ესეთი ძნელი ის არის მარშრუტი და მაშინ ბიძინა გუჯაბიძე იყო ცოტნე იყო გოგი არაბული მახსოვს სხვათა შორის გოგიც აღარ არის ცოცხალი ძალიან კარგი კაცი და ცოტნე იყო და ლენის პიკზე ვართ ერთად ნამყოფი ცოტნესთან ერთად ლენის პიკი სერიოზული განაცხადი ნუ მე აი გითხარი გურამჩეულიშვილი მე ჩვენი მშობლების მეგობრები დაწყებული არ ვიცნობდი რა საკვირველია მაგრამ სვიმის ლეგენდებზე ვარ გაზრდილი ისე კი მეძმარიაშვილი და კუხიანიძე დაიღუპნენ გივი ქართველიშვილი ასევე ენათესავება ცოტნეს და ძიაგივია ჩვენთვის დღესაც ღმერთმა დიდხან სამყოფოს ერთი მომენტი მინდა ლეგენდა ადამიანი ცოტნესთან ისა აი მე ვთვლი რომ აი ბედნიერება იყო ეგ მომენტი რა რაღაცა აღარ მახსოვს რა ლაშქრობაში ვიყავით და რაღაცა მომენტი დავჭით მარტო მე და ცოტნე რა და სადავართ იცი აი ყელის ტბის ხდის ხეობა ყელის და იქ შენიცი შევერად მოვლილი და ყველაფერი არის მჟავე წყლები
ვულკანური ზეგანია და ჟავე წყალი და იქ ვაჟობშაველა და ესე იგი დეკა ამოდის და ისე და ახლა ცოტა სად არის ხო თავის მაშია რა სამყაროში და წამოდიო ხო ჟავე წყალო და მოკლედ მიბოდიალე ბევრი დაგვათენ და დაგვაღამდა მე იქ არის სხვათა შორის ეკლესია სადაც თელი მიწა არის მოყრილი პატარა ზანზალაკებით ხო კი არაჩვეულებრივი ადგილებია რა იქა და ჟავე წყალს როგორც იქნა მივადექით და ძალიან ხშია და ძალიან ისე ვართ რა და აღმოჩნდა რომ გვაქვს პური ხახვი და არის ჟავე წყალი და ნუ თავიდან რაღაც არის და დავჯექით მე ეს პური და ხახვი გავტეხეთ და ბასო ჩვენ ვიქეიფეთ ესე იგი არ ვიცი რა ლამისა მართლა დავთვალეთ ამ ჟავე წყლით ისე რაღაცა და გარემოს ბრალი იყო, მაგრამ ცოტნეს ბრალიც იყო ის რომ ეს მოხდა რა, ეს რაღაცნაირი სიმბოლი და სხვათა შორის ცოტნეს ჰქონდა ძალიან კარგი სმენა რა, მართლა ნიჭიერი კაცი იყო და სიმღერაც იცოდა და ისე და ხშირად შაგნობდა ხოლმე ჩემზე რა და აყურლა და ის რო იცოდა ეხლა ცოტნესთან ერთად ვეროდი რაღაცა მარტივი სიმღერები გამოგვდივოდა რა ხმებში დაგაფიქსირე მარტივი და ისა რა ქვია აი ჟავე წყალზე მაქვს όσο კარგი ვიმღეროთო მე ვთქვა რა უნდა არა ესეთი შენ რო ქაჩავ ისეთი სიმღერებიო ბაქს და მეტყოლს არა გთხოვო და ეს გაჩაკრულო კიდე ეს ესეთი მომდა ოპერა როგორ იცოდა ცოტნე თუ ხო აი თა როგორც სიტყვიან ხოლმე აი სრულყოფილი იყო რა აი სრულყოფილება ქონდა ყველა ოპერა როგორ იცოდა იცი აი როგორც მე არ ვიცი რა აი მართლა პროფესიონალმა ხელოვნებამ წოდრე ზურაბ კაკაბაძე იყო ესეთი გადასარავი მომღერალი ცოტნეს წაუყვანი ვარ ხშირად იმიტომ ხა მე კი მიყვარს ოპერა მაგრამ ესე გაგიჟებულიც არ ვიყავ როგორ დადიოდა სპეციალურად ზურაბ კაკაბაძის მოსასმენად და თან იქ ხო არის დანიშნული რომ 800-ზე იწყება ზუსტად იცოდა არიან როდის იწყება თქვა აი ის მოსმენაც ხასიათზე იყო და აი მარიაზე შევდიოდა და გამოდიოდა რა ეს იყო შაშუმ გალობელში რო არის ხო რა ვიცი მართლა დაუსრულებლად შემიძლია სამივე ლაპარაკი თორნიკე და შენ ქონდა ურთიერთობა ახლო იმაში ამერიკაში უკვე მასთან ამერიკაში როგორ ურთიერთობა ქონდა კალიფორნიაში ცხოვრობს ჩვენ ტეხასში ვართ და ერთხელ ახალი ოპერაცია იყო ჩემი მეუღლე საჭირო იყო რაღაცა ცოტაში და დავჯექით ვაკაზე და წავედით კალიფორნიაში და დავადექით ცოტას ესე იგი ნუ არ ვიცი ნუ ხო გვიმასპინდა ხო გაუხარდა ეს ის ქონდა ეს ნომერი ქონდა ყველა იქ ჩასული თითვინავზე დასვა და იმაზე კატალინაზე გადაფრენა და გადმოფრენა და ერთი ამბავი და მე ესე იგი რამდენჯერმე შევხვდით მაგრამ ურთიერთობა როგორ ქონდა იცი აი უფრო ესე მითი ონლაინ იმიტომ ძნელი იყო მის თომოსტოეგეც დაკავებული იყო და ერთი დამჭა კიდე ხინჯად რომ სულ ამბობდა რომ ამ თვითონავზე უნდა დავждეო მარშრუტიც დავხატეთ ერთად და შენთან პატარა ქალაქია ორტონის რაც ორი აღმოჩნდა რომ არის ესე იგი პატარა აეროდრომი და მე ჩამოფრინდები მანდო რა ესე იგი რამდენჯერ დავგეგმეთ და ესე იგი პირდაპირ გადმოფრინას არ ყოფნიდა საწვავი ხო და იქ რა სადნა გაჩერებულიყო როდის მოდიოდა ესე იგი რამდენჯერმე დავგეგმეთ მე გადაიდო და სულ ის ვოლოდინში ვიყავი რომ აი აქ დავხვდები და დავფრინდება ამ ერაზე ცოტნე და ნუ რა ვიცი აი ესეც აუხტენელი მეც მეგონა რომ დრო მქონდა მაგისი რა სულ მეუბნებოდა რომ ჩამოდი და შენ დინოზავრები შემოდან დაგანახებ ეს არიზონაში და იმე უტაში და იმაში ხო ჩვენი 64-ია პალეონტოლოგების და თუ გინდა დაგსვამ კიდე ცოტა გაგათხრევინებ ცოტა სიგზებოდან და მიგზავნიდა ხოლმე ამ ფოტოებს და იმაზე რომ ნახე სხვათა შორის ბილეთები თბილისზე ორჯერ უფრო იაფი იყო მაგალითად სან-დიეგოში რო გაფრენილი ყავიან სან-ფრანცისკოში ჰამბურგიდან აი ფიქრობ რომ რამდენჯერმე იყოს ადექი და გააკეთე აი როდესაც გული გეონება რაღაცას ადექი და გააკეთე რა სამწუხაროდ ხო მე გურამს დაუბრუნდები აი გურამის გარდაცვალება თვითონ როგორც ესეთი შენ ლამის იქ იყავი ხო მე არა მე არ ყოფილვარ არა ირაკლი იყო ლომოური
ჩვენი მეგობარი და მეგობარი და ხვამლის ფაქტიურად ხვამლის ძირში თავის დერჩი თავის საყვარელ დერჩი გარდაიცვალა გურამი ესეთი მომენტი იყო და რა ვიცი დარეკეს იქედან მე რატომ მითხრა გოგოაზემ და მე ბოლომდე სანამ არ ჩამოასვენეს არ დავიჯერე იმიტომ რომ იმდენად დაუჯერებელი იყო ხა ეს გურამი ხო სიცოცხლე იყო რა ანუ ვინც ახლა თავისი იმათვის რომ ვიცის იმას მოყოლა არ ჭირე გურამი იყო სარიელი არ ვიცი აი მართლა სიცოცხლე რა ენერგია ენერგია ხო რაღაცა ისა ჩამოვიდოდა ახლა ზოგჯერ ჩემთან ოფისში მე ნახევრად სარდაფში ვიყავი და წამოდვირე რაზი ხარაკა წავე მოვკიდე და წამოეთრე ისკენი ხო და მივდიოდით ამ დერჩი მივდიოდით რა მიდოდა მე იმ დერჩი არ ვიცოდი მაგრამ საბოლოო ჯამში ისე შემიყვარდა იქაურობა მე დინოზავრის პატარა ნაკვალევიც ვიპოვე რომელიც მე ვეღარ ვიპოვე მაშინ გამითავდა მანდა მაინც აკუმულატორი ვიდეოზე და რამდენიმე კადრი მაინც მაქვს კი იქ გადაღებული და ეს იყო რა ვიცი დავდიოდით მე ალიკა კაკაბაძე პატაჯაში ლივერა ჩელი გურამს ხა შენ ეგ თემა უკეთესად იცი მაგრამ ჩემთანაც მოყოლილი აქვს ბევრჯერ ესე იგი სამყარო შექმნა ამ დერჩით რა სამყარო რაღაცა ისტორია შექმნა და ხო თვითონაც გულსმელად ჯეროდა რომ დაიქადა ყველა დააჯერა გარშემო ყველა დააჯერა ჩემ გარდა სხვათა შორის მე ვიყავი ყველაზე სკეპტიკურად და რომ ვიწყებდა ხოლმე გადმომხედავდა რატო ფეხზე დგებოდა ყოველთვის როცა ამის მოყოლას იწყებდა ხვამლის ამბების ჯერ არ იყო ექსპედიციები ხო საგანძურია იქადა საგანძური და ეს ხო ზეპირად იცოდა ქართლის ხოვრებიდან და იქ რო ეს ჟიულ ვერსა აქ ნახსენები და იქ იმას აქ რა ქვია სოფოკლეს და თუ იმას რა ქვია პლინიუს თუ არა აქ მნიშვნელოვანი მოკლედ ფეხზე ამდღარი იწყებდა მოყოლას ამ ყველაფრის და მე მქონდა ძალიან ირონიული სახე იმიტომ რომ ნუ იქ მიწის ქვეშ და ეს ხალხი ძალიან ბევრი შემეძლიერო შენ ხო და ამ ყველაფრით იმდენად მოგხიბლა ყველა მეც აი ეს ძალიან დიდი სკეპტიკოსი მართალია იმას არ ვეძებდი იქ რა ხდებოდა მიწის ქვეშ მაგრამ ეს ხვამლი მართლა საოცრება მე მის განაყოფზე ვიყავი მე ასხზე ასევე ძალიან მისტიური ადგილია ეს ორი ეს ერთი თლიანი მასივი იყო თავის დროზე და მე ცხენის ხალმა და რიონმა ეს გამოთალეს აქეთ იქედან და ასხი ცალკე დარჩა და ხვამლი ცალკე და მართლა ძალიან საინტერესოა ხვამლის წვერში ხო ნაპოვნი არის იმ წმინდა გიორგის ეკლესიის საძირკველში უკვე სოსოს გათხრებით და იმით იქ ნაპოვნია წარმართული ძეგლის ნაშთები ეხლა ჩვენი მეგობარი დათო სულხანიშვილი ლივერა არის ხო ექსპედიციის ხელმძღვანელი მქონდა მასთან შეპირებული ვიყავი ინტერვიუს და მე რაღაცი მომიწია მე წასვლა რაღაცნაირად ავწდით იქ არის ჭერდა მაგათთან და დაემონტო მოკლედ ამ კვირაში თუ არა იქეთ კვირაში აუცილებლად მექნება რაღაც საინტერესოები იპოვეს და მართლაც საინტერესო ადგილია ეს ხვამლი რომელიც გურამმა თავიდან აღმოაჩინა ფაქტიურად იმიტომ რომ აი ეს ინტერესი გაგვივიდა სწორედ მას მერე რაც ეს პირველი ექსპედიცია პირველი შემდეგ ეს ორი ფილმი გაკეთდა საწყალ პაკო სიმონიშვილთან ერთად რომელიც ჩემი ნამოწაფარი იყო უგენიალურესი ბიჭი უწესიერესი ადამიანი და აი პაკო და გურამი იყვნენ ამირანი ერქვა მაგრამ პაკოს ეძახ პაკოთი ცნობს ყველა გურამი და პაკო იყვნენ და სოსო რა თქმა უნდა სულის ჩამდგმელები აი ამ ყველაფრის და დღემდე ინერციით მოდის უკვე აგერ ამდენია სადღაცა 17-18 წელია არ დამთავრდა იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ადგილია მართლაც აი ბევრი აღმოჩენა შეიძლება იყოს როგორც ისტორიული ასევე გეოლოგიური გეოგრაფიული კარსტული ანუ იქ ბუნების მთელი სისტემა ძალიან ბიოლოგიური იმხრივ რომ ძალიან როგორც აი მოწყვეტილი ეს არის დაკარგული სამყაროსავით ხო იქ ენდემური მცენარეებია მაგალითად იქ რო კარგად გაჩიჩქნო ალბათ ენდემური მწერებიც იქნება იმიტომ რომ ეს ძალიან იზოლირებული მომენტია და აქედან გამომდინარე ეს მე სკეპტიკურად კი უყურებდი აი მიწის ქვეშ რაღაცა ქალაქებია და რაღაც მარგალიტებით და ბრილიანტებით სავს სკივრებიდებს მაგრამ ყოველ შემთხვევაში არანაკლები მაგან მომცა მე ეს რა ქვია ეს წიგნი რომ გავაკე აფრიკაზე რომ წერდი იქ აფრიკაში არის ესეთი ბინტუმანის მთა რა
იქაური ხვამლი. აი ამ ხვამლი ისეთ ისმოთ რომ იქ რაღაცა სახელმწიფოს დაპყრობი დავარქვი და იდეა რა არის რომ აი ხვამლიდან წამოვიდა და გურამისგან წამოვიდა ეს იდეა რომ ეს მისტიურობა ეს სამკუთხედი გავაკეთე ხვამლი ბინტუმანისა და იქ ბაჩუ ბინტუ იმაში და თითქოს ესენი კრავენ მიწის ქვეშ რაღაცეებს და მოკლედ მართავენ მთლიანად სამყაროს და აი ეს ყველაფერი გურამის ჩაძახილი ისენია რა ქვია რაღაცები კიდე ერთი მომენტი მინდა გავიხსენო ასე შეიძლება შენ უკეთიცე და ჩვენი მაშინ უკვე ამერიკაში იყო ამიტომ აცდა მას რაღაცნაირად ეს სიტუაცია მაგრამ სოსო და გურამი აფხაზეთის ომში ბოლო დღეებია სოხუმის და პოზიციების სლომინდის ზოგი კარგება ზოგი სადა იქით ზევით სოხუმის თავზე არის პოზიცია სადაც ვიცი რომ არიან სოსო არიან გურამი არის ტაპირა მიშა ჩიკვილაძე და უჭირთ ვეღარ უძლებენ და ვალერიც იყო მეგონება დავალება იყო რომ უნდა მიხმარებოდი და აი როგორ მიმზადებოდი წასასვლელად გავიგერო ცუდად არის საქმე და ნუ მაშინ მეგონა რომ ყველა დაღუპულია რა თუმცა ყველა დაიჭრა მაშინ ყველა დაიჭრა ტაპირას დაიჭრა გურამით სოსოს დაიჭრა მიშა დაჭრილი საწყალ ნუკრიცისკაძე ხო ნუკრინ დაიღუპა იმ სიტუაციაში და აი ესენი რომ ჩამოვიდნენ ზოგი ჩამოიყვანეს ზოგი ჩამოვიდნენ ჩამონაცვლეთ და ჩვენ და გზაში სწორედ შევხვდით და რა ხდება მეთქი და აი სოსოს მახსოვს რომ აი ხო არ არის სიტყვა ძვირია თქო და სადმენი ხარ თუ მკითხა და მე ვთხარი ისა და იცი არაფერი არ უთქვია მაგრამ რაღაცნაირად ისე ვიგძენი რომ ხდი რომ არ უნდა წახსულიყო იცი რა აი როგორ ის იყო იცი რომ არ არის იქ წასასვლელი მაგრამ თან წასასვლელი თორნიკე შენ გაქვს მე ჩემს მაყურებელს ურჩევა აუცილებლად იყიდება ხო თბილისში შენი აფრიკა ნუ არ ვიცი იყიდება ხო მე გვინდა ახლა ახალ ტირაჟზე ვფიქრობ რაღაცა პატარა ტირაჟი იქნება გავაკეთო მაგრამ ხო ძალიან მე მაგალითად თორნიკეს აქვს ძალიან ეს წინა ვიდეოშიც მე როდესაც შენთან მქონდა ინტერვიუ იქაც ვახსენე რომ შენი აფრიკული თავგადასავლები ცალკე ეპოპეა და ზოგადად თორნიკეს ცხოვრება არის მთლიანად დატვირთული აი ამ თავგადასავლებით და არ გიფიქრია მაგალითად იგივე შენ ცოცხალი მემატიანი ხარ ფაქტიურად 70-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული მოდი 91-92 აი ჩვენ გვიტყვია ეს ვასო სხვათაშორის ახლა შენც არანაკლები იმიტომ რომ ესე იგი წარმოგიდგენია შენ როს აი მოდი 10 წელს წელს ავიღოთ 78-ზე 98 ავიღოთ ხო აი თქვა პირველი 14 აპრილი იქიდან უკვე მაშინ უკვე სტუდენტი ვარ პირველ კურსელი იქიდან უკვე ყველაფერი ვიცით რა ფაქტია კი როგორ არ მიფიქრია ბევრჯერ მიფიქრია მაგრამ ეგ მინდა ვთქვა რომ რაღაცა გეგმებს დააწყობ და უცბად ჩაიხედავ Facebook-ში და საქართველოში ისეთ სიტუაცია რომ ეს თავის მართლებასავით გამოდის არავითარი არ არის მიზეზი აი და გააკეთე თუ შეგიძლია მაგრამ რაღაცა გული იმაშობა რა იმედია ვიპოვე ამის ძალას და თუნდაც იგივე ეს ჩვენი მეგობრები რომელსაც ვიხსენებ მაგათი ასე ვთქვათ შეძახილი და მაგათი ხათრით მაინც საჭიროა რაღაცების და რო გავიწყდება მე რაღაც უკვე დრო გადის ახლა რო უკვირდები 45 და 50 წელია გასული იმ თაობაზე მეტია რა აგერ გუშინ იყო თითქოს ეს ყველაფერი ახლა სანამ პასპორტი არ ჩავიხედავ და სანამ არ გავიხსენებ დაბადების დღეზე რამდენი შეიძლება შემისრულდეს ისე ვიქავარ სადღაცა პირველ კურსზე ვარ ხარ მესამე კურსზე ვარ ხან გურამთან ერთად ხვამლზე ვარ და 30 წლის ვარ ხარ ეგერ სოხუმის მისადგომებთან არ მარტვილში დავბოდიალო ანუ რაღაც ესეთი ისენია და ამას ყველაფერს რო ვფიქრობ მე სულ მინდა ხოლმე რაღაცა ავკინძო რაღაცა გავაკეთო მით უმეტეს ფოტოები ბევრი მაქვს თითქმის ყველა სიტუაცია არ ვიცი არასოდეს ჩვენ თვითონ კმაყოფილები არა ვართ უფრო მეტი გვინდა მაგრამ აკეთებ რა აკეთებ ხა ეს შენი ჩემთვის არ ვიცი მე მაგახა გითხარი კიდეც რა ჩვენი ფანი ვარ ნამდვილად ვასო გაბუნიას არხის იმიტომ რომ ცალკე ადამიანების აი თუნდაც არქივი ცოტა ჯავახიშვილი არსებობს ცალკე შინაარსი ცალკე ამბავი რა ვიცი აკეთებ რა ხო და მე ხა არ უნდა დამოვიწყდეს იმის თქმაც რომ მე ასევე ქვემოთ მიუთითებ თორნიკეს აქვს ძალიან საინტერესო არხი
ცოტა განსხვავებული ჩემგან და სწორედ ამაში არის როგორც ამბობენ ბაი პოლიტიკურად მომართული, ამიტომ ნაკლებად ალბათ ისეთი სარი რა ქვია რა, მიმზიდველი, მაგრამ ნუ რაც არის ეგ არის, რაც გული რასაც გეუბნება იმას აკეთებ. ზუსტად იგივეა შენთანაც ძალიან საინტერესო პიროვნებები ახლა მე რაც პირველი რაც მომივიდა თავში რომ ირაკლი ვახსენეთ აგერ ლომოური სვათაშორის აი ეს არ მინდა ახლა არ ვიცი მოდი ანონსივითაც გაკეთეს ირაკლი ლომოურმა დარიო რადიოში წამოიწყო ძალიან საინტერესო პროექტი. ეხლა რომელსაც ქვია რუსული ანტისამყარო. ესე იგი მე რო ესე წავიკითხეთ ერთად რაღაც აუდიო წიგნივითაც გამოდის და მომავალ პარასკევსაც იქნება ეპშტეინი არის ესეთი მკვლევარი რუსი და იმის მიხედვით თვითონ რუსები როგორ ახასიათებენ რუსეთს. შემზარავია ვასკო. კი. შემზარავია ეს უბედურება ეს გამომიგდავნა თვითონ ეს. დინარიან ესენი გადავაშავეთ ამისთან ასეთი მეზობლის ყოლა ჯობია საერთოდ არ გავჩენილიყავით მე მგონი ეს არის ამისი გააზრება რეფლექსია და ხუმრობით სხვათა შორის ახლა აი ამ სიტუაციაზე აი ცოტნე ისევ სოსო ისევ გურამი კიდე ბევრი შეიძლება გავაგრძელოთ სასახელი მაგრამ რა ვთქვით იცი რომ ერთი ქართველი ეპშტეინი თქვენ გვჭირდება საქართველოს უბედურებები რომ გაგვისიგრძეგანოს და ჩვენ რაც რეფლექსია გვჭირდება ვასო იმიტომ რომ აი ამდენი ხანი 30 წლიანი დამოუკიდებლობა რო ვთქვათ არასოდეს არავითარი არავისი ბრალი არ არის ეგრე არ არის მე შინაგანად მე პირველ რიგში მე რაც დამიშავებია იმას მოვკითხო და ყველამ თავის გულში ჩაიხედოს ხო რაღაცნაირ რეფლექსია არის საჭირო თორე წინ ვერ წავალთ ვერანაირად ხო ეხლა ისეთ გადავედით სხვა თემებზე რა ვიცი ხო ასე გავხსენე ბევრი რაღაცაა ხო ჩვენ ახლა რო გავყვეთ ალბათ დღეს ვერ დავამთავრებთ ხო და ისე ვიმეორებ აი ძალიან გვაკლია მიუხედავად იმისა რომ მართლა მაგ განცდა რომ ეს ადამიანები აი სწორედ გამიგეთ არსებობენ რა ყოველ შემთხვევაში სწორება მათზე ხანდახან საუბარი ხანდახან რაღაცა ფიქრი როა ეს ამ დროს სასიზამდა რა სიტყვა და როგორ მოიქცეოდა აი ეს არის ყველაფერი არის ვარსად ვერ წავა და მით უმეტეს ესეთი ადამიანებისგან ვერ წავა რა მუდმივად იქნება და ალბათ ეს ის ხალხია ზუსტად ვინც ამოძრავებს და რაღაც აი ქმნის ქვეყანას და ქმნის საზოგადოებას იმიტომ რომ ახლა მაგალითად იგივე ცოტნის დანატოვარზე გურამის და სოსოს დანატოვარზე ძალიან ბევრი ნაკვალებზე უпроსორად ძალიან ბევრი გაივლის უფრო ადვილად და უფრო მეც და უფრო საინტერესოს შეიძლება გადააწყდეს ვიდრე მათ ეგონათ და ეს იქნება ალბათ სწორედ ის დაფასება რასაც შეიძლება ამაზე ალბათ არც ფიქრობდნენ არასდროს რომ მაგრამ ამას აკეთებდნენ ბუნებრივად რომ ხო ხა პრინციპში ალბათ ესეთი ადამიანი არავინ არ ფიქრობს რომ აი რაღაც მე ბუნებრივად თავის მოწოდებას და თავის მოვალეობას ამაზე რომ დაიწყო შენ ფიქრი შეიძლება არც ვერაფერი გააკეთო და როცა ეს ბუნებრივად მოდი შენი მოწოდება შენ თქმის არ იყოს და შენი ის არის აქ უკვე სხვა მომენტია ეგ იცი და ახლობით როგორ არის ფიქრი რომ აი ალბათ ყველას ქონდა მით უმეტეს ბავშვობაში რომ აი ახლა მოედანზე გავალ და ისეთ გოლს გავიტანეს იმას თავზე გადავატარებ და აი ობას ესე დავარტყამ და არა ხო კეთება უნდა რა ფანტაზიებში და ოცნებებში მით უმეტეს წასვლა არ არის საჭირო თუმცა მეოცნებე იყო სამივე კი მეოცნებე იყო ხო აი ეს მომენტი ხო და მაგრამ ეს ოცნება იყო პრაქტიკასთან შეხება გურამი რომ მეოცნებე იყო მე ასეთი მეორე არ მინახავს მაგრამ ხო ეს ოცნება ამოცნებას იმხელა ფთები გამოასხარო აგერ დღემდე მიფრინავს და კიდე დიდხანს იწევს ვასო მადლობა უნდა გითხრა რომ მომენტი საშუალება ესეთი საუბრისთვის იმიტომ რომ ჩემთვის რაღაცა ასეული და მნიშვნელოვანი გავაკეთე სოსოზე პაკოზე და გურამზე მაგ ცალკე ვიდეო გაკეთებული მე აღწერაში დავდებ ასევე ცოტნესაც მიუძღვენ ერთი ვიდეო მაგრამ იცი რა ეს მაინც ჩემი სუბიექტური და ჩემი გადასახედიდან და ეხლა მე და შენოც ვისაუბრეთ უფრო მეტი რამ გავიცან და იმედია სულსაც ვინც მოისმენს და შეხედავს ამას და ხო ისედაც თქვი და ლინკებს დადებ ალბათ მაგ ვიდეოებისაც იმიტომ შეიძლება გაუსწროს რა მაგაცაც დავდებ და შენ გამომიგზავნე მე შეიძლება შენი წიგნის ყიდვა იმიტომ რომ მე რო უჩვენე ჩემს მაყურებელს ძალიან
ხო გეუბნები მე 24 საათი იყო ხო 24 საათი იყო გაზეთი ხო 24 საათს მე ვკითხულობდი შენს გამო დედასვიცა ვარ ხო ეხლა სხვა რედაქცია ჩვენ სკოლაში იყო ხო იქ მე-6 სკოლის იმაში იყო და ეხლა პაატავეშაპიზე და ყველა ეს ბიჭები ეხლა პაატას უნდა ჩემ გამო რო გაყიდეთ ის გაზეთები ეხლა გონორარი და ეს ხო და მართლა ძალიან აი სახალისო და კარგად გამოგდი შენ წერა და აი თუ მოიცლი და ყოველთვის თითო რაღაცას ჩაწერ კარგი იქნებოდა ჩვენ მეც რაღაცა სურვილები გვაქვს ბევრი რამებზე აკეთებს ხო ნუ ბოლოს და ბოლოს იცი რა მოდი მოდი ირაკლისთან ერთად გავაკეთოთ ერთი ვიდეო ლომოვთან კი კარგიცი რა მე არ ვიცი ხა იმას კი არ ვამოფრო ხა ჩვენ რაღაცა ისეთ რომ მაგრამ ეს საჭიროა რა მე მგონი ხო დარჩება ხა ჩვენ YouTube იქნება ჩვენ ხო და ვიღაცა მოისმენს მე ამის გამო ვიღაცა რაღაცას წაიკითხავს ვიღაცა სხვა ვიდეოს ნახავს და ამ ადამიანების დაკარგვა რაც შეიძლება დიდხანს ალბათ არასოდეს არ დაეკარგებიან ცხადია მაგრამ ჩვენც რაღაცა ცოტა ხელი შეუწყობს და თორნიკე ძალიან დიდი მადლობა მართლა შენი იდეა იყო ესა უნდა გავამხილოთ ძალიან სპონტანურად ჩავწერეთ ახლა ეს ვიდეო თუ რაღაცა სადღაც შეცდომა გაგვეპარა და ისე გრამატიკულად ვერ გამოვთქვი და ცოტა ზედმეტი მოგვივიდა ზოგიერთი სიტყვის ხმარება ამაზე გვაპატიეთ მაგრამ ეს იყო სუფთა აი ორი მეგობრის საუბარი რომელიც იხსენებს თავის მონატრებულ მეგობრებს ხო ამიტომ გვეპატიება რაღაც მადლობთ თორნიკე და იმედია მალე შევხვდებით კიდევ აუცილებლად